დღეს დაგათვალიერებინებთ ჩემს გარაჟს და აქ განთავსებულ სხვადასხვა სათამაშოებს. ქართული YouTube-ზე ხდება კარგი რამე რა. ჩემს სამაყო 3D პრინტერს განახებთ. ექსკლუზივი. სოფლიოში ყველაზე ძლიერი ფლეშლაიტი. ძალიან ბევრი მეკითხება. რაიმე კურსები ხო არ გეგულებაო, სადაცო YouTube-ზე რაღაცებს ვისწავლიო რა. ეს არის მეტეოსადგური. სხვადასხვა ერთ ახალ სათამაშოს განახებთ კიდე, რომელიც ჯერ არ გამომიყენებია. ხელსაწყოები უნდა გაჩვენოთ, ჩემი სამარიაჟე ხელსაწყოები. მაგარი რაღაცა უნდა დავაანონსო. Hey guys, მოგესალმებით ჩემს სახლში. ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილიდან. ეს არის ჩემი სადგომი, ოღონდ ავტოსადგომის გარდა ყველაფერი არის აქავრობა. აქ შეხვდებით 3D პრინტერს, დრონს, სკუტერს, კვადროს, სნოუბორდებს, ჩაფხუტებს და ასე შემდეგ. დღეს ჩემი მიზანია აქავრობა დავალაგო, დავამაგრებთ სნოუბორდის სამაგრებს, დაგათვალიერებინებთ ჩემს გარაჟს და აქ განთავსებულ სხვადასხვა სათამაშოებს, რომელიც ჩემი ბავშვების ოცნებებიდან მოდის. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მსგავსი ვიდეო ძალიან დიდი ხანი არ გადამიღია, იმიტომ რომ ესეთი მყუდრო პერიოდები ნაკლებად მაქვს ხოლმე, ძალიან დაკავებული ვარ სხვადასხვა საქმიანობებით, ბიზნესის ხარე, კონტენტის ხარე, მოგზაურობა, ოჯახი. დღეს ვეცდები ესე მშვიდ და წყნარად თქვენთან ერთად დავალაგო აქავრობა, ვისაუბროთ, ვიჭორაოთ და ხვალ დილით 6-ზე უნდა გავიდე. და შესაბამისად ზამთრის ეკიპირებაც ერთად ჩავალაგოთ. მოდი პირველ რიგში განახებთ ჩემს ახალ სნოუბორდს. ესეც ჩემი ახალი სნოუბორდი, ჯონსის ბრენდის, რომელიც ძალიან ცნობილი ბრენდი არის Freeride-ის და ზოგადად სნოუბორდების მიმართულებაში. ეს არის კონკრეტულად directional ბორდი. 5 წელია დაახლოებით სნოუბორდი არ შემიცვლია, ხო და მოკლედ ძალიან მიხარია ხვალ სვანეთში წასვლა და ამ ბორდის გატესტვა რომ აქვს გეგმაში. როგორც ნახეთ უკვე გვაქვს ამის ჩათვლით 4 ბორდი, 4-ვე ბორდს ჭირდება სამაგრი ადგილი, სადაც დალაგებული იქნება. ამიტომ დღეს ეგეც დავაყენოთ ერთად. პირველ რიგში მოდი ჩემს სამაყო 3D პრინტერს განახებთ. ეს არის ბამბულაბის პრინტერი. ბამბულაბი არის უცნობილესი ბრენდი ამ მიმართულებით. X1 კარბონი, X1C 25-25 დაფა აქვს, სადაც იპრინტება რაღაცეები, მაგალითად ჩაფხუტის სამაგრები, რომლებსაც დღეს დავაყენებთ. ასევე დავბეჭდეთ აი ესეთი სნოუბორდის სამაგრები. საახალწლოდ ნაძვის ხე დავბეჭდეთ, სატესტოდ კარბონისგან დავპრინტეთ. Eiffel-ი, ეს პრინტერების მასალებია. ასევე 3D პრინტერზე დავპრინტე აი ეს დაფა. შეიძლება თარო განთავსდეთ, რაღაცეების ჩასადებად გამოიყენოთ და მოკლედ პლატფორმა იმისთვის რომ რაღაცეები ააშენო ზედ. ესეთი პლატფორმა აქაც მაქვს დაბეჭდილი. ეს ჩემი Red Bull-ის მარაგი, რომელსაც ასევე მალე თავისი ადგილი ექნება. ჩემი მანქანის სნოუბორდის სამაგრები, რომელიც იყიდება სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩემს ახალ მანქანას აღარ მოერგო. ეს ელექტრო სკუტერი, რომელიც დაახლოებით ახორციელებს 65-დან 70 კმ/სთ-მდე. მონსტრი, delivery დრონი. Flykart, რომელიც უკვე გამოვიყენეთ რამდენიმე პროექტზე. აქეთ მაქვს ხელსაბანი, კუთხეში მოტეხილში. სხვათა შორის 3D პრინტერი დაერთებული მაქვს EcoFlow-ზე. EcoFlow, ვინც არის Copter-Tech-ის ერთ-ერთი ბრენდია, რომელსაც ვყიდით საქართველოში. ეს ასრულებს ამ შემთხვევაში UPS-ის მოვალეობას 3-4 საათი უნდა ხოლმე რა დაპრინტვა. შესაბამისად, დენი რო გაითიშოს, შეუძლია, ვიცი, 1-5-10 საათი ამუშაოს თავისუფლად რა და სტაბილური არის. ეს ალექსანდრეს მიერ კირასთვის მორთმეული საჩუქარი დაბადების დღეზე. კირას საჩუქარი ტრანსპორტერიდან, რომელიც გამოიყურება აი ესე 6 წლის გახდა და ჩვენი მეგობრისგან სერგისგან მიიღო ესეთი საჩუქარი 6 წლის კი არა რავი 18-20 წლის ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი ესეთ უბრალოდ საჩუქარზე იმედია ამ შესაძლებლობებს და ამ ესე ვთქვათ განვითარებას ეს ბავშვები სხვანაირად აღიქვამთ მინდა რომ ესე ვთქვათ ეს მაგალითები გამოიყენოთ სამოტივაციოდ რა იმიტომ რომ თუ არის შრომე თუ არ იწვალე შენს თავს არ ემუშავე არაფერი არ იქნება ამ შემთხვევაში კირას არ უშრომია მამიკოს შრომით მიიღო მაგრამ ეგ არის ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისთვის რომ წარმატება გქონდეს ჩვენს და ჩვენს ოჯახებსაც ნახე რა ამორტიზაცია აქვს ეს არის მეტეოსადგური ჩემი რომელიც ვერ მოვიცალე რომ დავაყენო და სხვათა შორის ამაღამ ვერ, მაგრამ ამ დღეებში ვეცდები დავაყენოთ ქარის მიმართულება, ქარის სიჩქარე, აქ UV სენსორი არის, რომელიც მზის განათებას ზომავს. აქ არის წყლის სენსორი, სადაც შესაძლებელია რომ წყალი რო ჩავა, მისი ტენიანობა და დატა გამოვიტანოთ. აი ესე გამოიყურება ეკრანი და აი ეს იქნება ინტერფეისი, რაც ესე ვთქვათ, შემდეგ უკვე სენსორის გამართვის დაკალიბრების შემდეგ გვექნება. აქეთ ტექნიკა გადაღებებისთვის Ronin, DJI მონიტორი და დიდი დრონის სხვადასხვა ნაწილები, რომელიც ამ დრონის ოპერირებისთვის არის საჭირო სხვადასხვა პროექტებზე. EcoFlow-ს მანქანის დამტენი, რომელთაც ტვენიდი ხოლმე მანქანას, როცა აქ შემოყავდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია მანქანა აღარ შემოყავს, იმიტომ რომ ესეთი მეორე დამტენი გარეთ დავაყენე და სულ გარეთ ტენი ხოლმე. პირველ რიგში რაც არის საჭირო, აქაურობის მომტვერსასრუტება. ეგ არის ადამიანს დავემსგავსე თორე მაგრა დაცხა.
მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ესე ვთქვათ ბინძური სამუშაოთი რა. რაღაცების კედელზე მიყენება, მიშურუპება და ასე შემდეგ სამაგრების. მანამდე ავარჩიოთ რაიმე 3D მოდელი და გავუშვათ 3D პრინტერზე. შერჩეული მქონდა წამლის ბოქსი რა, პატარა ფილ ბოქსი, ჩანთაში მიგდია ხოლმე რაღაც წამლებს რო ვსვამხოლმე. მაგისტვის რა. ამიტომ ახლა გავუშვებ დაახლოებით საათნახევარი 2 საათი დაჭირდება. გავუშვებ წამლის ბოქსს 3D პრინტერზე თქვენთან ერთად, განახილეთ თან როგორ ვაკეთებ ამას. თუ average ტიპი ხარ, რომელმაც 3D მოდელების კეთება არ იცის და 3D მოდელების კეთება 90% არ იცის, იმიტომ რომ ძალიან რთული არის. უნდა ქნა ესეთი რაღაცა, რომ search ჩაწერო უბრალოდ 3D model fill box. ან ის რაც გინდათ რა. უბრალოდ უნდა იცოდეთ ფაილის მოდიფიცირება, თუ ფასო ფაილია და ასე შემდეგ თავისუფლად გადმოიწერთ და პრინტზე სწორად გაშვება. აი ეს არის ჩემს მიერ შერჩეული fill box-ი. ეს არის თავი, რომელიც ამას უკეთდება. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი დრო რო არ წაიღოს, მოდი 0.08-იანით გავუშვათ. 2 საათი და 30 წუთი მინდაო ამბობს რა სიზამს. ავარჩიოთ ფერი, აი ამ ფერზე გავუშვებ. აქ მაქვს გაშვებული ეხლა რაც მჭირდებოდა დაახლოებით ის მასალები. აი ამ მასალით დაიწყება ეხლა ბეჭდვა. აქ მაქვს ასევე გაშვებული ABS-ი, თითქმის კარბონ ფაიბერი. ეხლა აცხელებს, აზომავს ყველაფერს, დააკალიბრირებს და შემდეგ უკვე დაიწყებს ბეჭდვას და აუცილებლად განახილეთ. ეხლა დასალაგებელი გვაქვს აი ეს საგიჟეთი. მოკლედ მეგობრებო, თუ რამე კითხვა გექნებათ, კიდე დამატებითი გამოვშვით ხოლმე და ვეცდები რომ პერიოდულად ვიდეოებს რო ჩავწერებ, მსგავს ვიდეოებს ვაპირებ, ვისაუბროთ ხოლმე. პლუს ძალიან კარგ რაღაცებს ვაპირებთ და ვაკეთებთ, სადაც უკვე უშუალოდ შესაძლებლობა გვექნება რომ შევხვდეთ და ისე ვისაუბროთ და რა ვიცი, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ რაიმეში გამოგადგებათ. აი, ეს არის 3D პრინტერის მოდელი. მოკლედ, 3 ესეთი უნდა ავაწყოთ. ამაზე ვაყენებთ ამათ 2 წამი მინდა და მივალაგებ აქაურობას. ეს ერთი. ესენი არის სხვადასხვა მასალები რა. ანუ უმეტესობა არის PLA, ანუ პლასმასი, მარტივად რო ვთქვათ, თუმცა ზოგიერთი მათგანი არის PETG, ანუ უფრო გამძლე მასალა. სხვათა შორის ერთ ახალ სათამაშოს განახებ კიდე, რომელიც ჯერ არ გამომიყენებია. სახში ესეთ რაღაცებს ვაგროვებ ხოლმე რომ დამჭირდეს, რა იცი რა ხდება. აი, დიდი ტორჩი, ნანახი გექნებათ ალბათ. წითელი ფერის შეგვიძლია შევწვათ ვინმე ან რამე. ხელსაწყოები უნდა გაჩვენოთ ჩემი სამარიაჟო ხელსაწყოები. აი ესენი მაქვს, შაკო მაჩუკა, როდესაც სახში გადმოვედით რა. შაკოსაც ევასება. შაკოსაც კი არა, შაკო არის გიჟი რა, ხელსაწყოების. ეს არის Xiaomi-ის ხელსაწყოების კიტი. ამაში არის ესეთ რაღაცა, ჩაკუჩი დანა, ეს თავები და ასევე ეს მაჩუკა შაკო. ესეც Xiaomi-ის ძალიან მაგარი. რასაც მოყვება თავისი, აი ეს კიტი. სადაც ყველანაირი თავი გვაქვს და ეხლა ეს დაგჭირდება იმისთვის რომ დავუჭიროთ იმ რაღაცებს. ქვედა მხარეს უნდა იყოს აი ეს რა, აი ესე წავა დაახლოებით. ეგა. ახსოვს ადრე რა აქტიურად ვიღებდი ხოლმე მსგავს ვიდეოებს რა, ანუ არა ფორმატულს, არამედ ესე რა რაღაცა ერთმანეთში გამოცდილებების გასვლა, ვლოგები ძალიან გული მწყდება რომ ვლოგები მოკვდა YouTube-ზე. არ მოკვდა ალბათ, უბრალოდ გადავიდა მოდიდან, შეიძლება ესე ითქვას. თქვენ რას ფიქრობთ? პლუს ჩვენც კრეატორებიც ვიზრდებით შემეცნების ამბავში, პლუს ასაკით, გემოვნების ამბავში ვიზრდებით, რაც ყველაზე მთავარია და ალბათ ვიღაცეები ალბათ ისე ვაკეთებენ რაღაცეებს, რაც სიტყვაზე არ სიამოვნებთ, მაგრამ ვიღაცეები ვართ ხან ისეთებიც, ვისაც არ სიამოვნებს რაღაცეების კეთება, ვიცი რომ ძალიან ბევრ ნახვას დაწერს, მაგალითად რაღაც კონკრეტული ვიდეო, მაგრამ არ ვიღებ, იმიტომ რომ აღარ სიამოვნებს გავსი რაღაცების გაკეთება, იმიტომ რომ აღარ მისწორდება რა. ეხლა გვინდა კედელში გასაშვები შურუპები, აი ამ სათავსოში, აი ესეთი ადგილი არის ლურსნების და ასე შემდეგ. და მოდი ამასობაში 3D პრინტერზე შეგახედებთ. ზემოდან აი ესე გამოიყურება და აი რა ხდება. მოდი გავახებ ცოტა ხანი, არ შეიძლება, იმიტომ რომ ტემპერატურა ეცემა, მაგრამ 2 წამი შეგახედებთ. აი ესეთი ამბავია, აი ესეთი პროცესია ბეჭდვის. ხაზებით მიყვება ლეიერებს და ისე ბეჭდავს. რას ფიქრობთ? თქვენ ესე წავა? ორმაგი პრობლემა მაქვს. ერთი რომ ეს უნდა დავკიდე და მეორე ეს კედელი ესე არის რა და ამიტომ ეს ერთი დამჭერი ამას ნაღდად ვერ დაიჭერს. მომიწევს სხვანაირი ჩამკეტის დაყენებაც. 1 2 3. 3 წელს აიტანს მე მგონი რა. იმედია კედელს ძალიან არ გავაფუჭებ, იმიტომ რომ ეს კედელი კარგად მახსოვს ძალიან ძვირი დამიშდა. მოდი ავზომოთ ეხა ყველაფერი და დავიწყოთ რა, გადავიდეთ საქმეზე. მაქსიმალურად უნდა ვიცადოთ რომ ეს იყოს ზემოთ. იმირომტო ტაბლა ადგილები გაიჩითოს. ესეც დასამეტკი საშუალება, სხვათა შორის ეს მოყვა კრიპტო კოდების შესანახ დივაის, ამითი მეტკავ მეტალზე რო არ დაგეწვას და ასე შემდეგ და შეგვჭა.
კიბე დაგჭირდება ცალსახად. რაც შეეხება კიბეს. აი კიბე. 1 2 Let's go! მოდი ახლა ცადოთ სნოუბორდის დამაგრება რა. აი ესე. დავტესტოთ ახლა ერთი ცალი გვეყოფა თუ არა, არ ეყოფა შანსი არა. მაგრამ მაინც, აბა. აჰა, ეგა. უბრალოდ შეიძლება მოტეხოს თუ ქვემოთ რამე დამჭერი არ გავუკეთეთ რა. სანამ 3D პრინტერი მორჩება, ქვედა ნაწილი რო დავბეჭდოთ სნოუბორდის სამაგრისთვის, შეგვიძლია ჩაფხუტების სამაგრებს მივაწვეთ. ესენი უნდა მოხსნა და ჩემი დაბეჭდლები ახალი დავამაგრო და თან თქვენც უნდა მირჩიოთ, მაგრამ მანამდე გარეთ მე მგონი თოვა დაიწყო. მოდი დრონით გავიხედოთ გარეთ. თოვლი მოსულა. ჩვენ შეგვიძლია ავფრინდეთ და ერთად ნახოთ როგორია გარედან ჩვენი სახლი. დავამაზია თოვლი. განწყობით მიხვდით რა ხდება ახლა ჩემს სამეზობლოში, სიმშვიდე სიწყნარეა. ეხლა კი გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. რაც შეეხება ჩაფხუტებს რა, ჩაფხუტი გვაქვს 6. მე ვფიქრობდი რომ 1-3 მინიმუმ აქ გამეშვა და მე მოხსნიდი უკვე ამეებს. ეს ცოტა დიდი არის, უფრო კარგი მოდელები ვიპოვე, რომელიც გამოიყურება ესე. 4 საათი ჭირდებოდა ამის ბეჭდას, დილით ვუშვებდი ხოლმე რა, სამსახურში გავდიოდი და ცოტა სხვა რაღაცას კი გავს. მაგრამ რეალურად კაი ტიპია ძალიან, გამძლეა, რაც ყველაზე მთავარია და დიდ ადგილს არიკავებს. ეხლა ამას მიმაშურებებ. აი ესე ჯობია რა, კებს გავიკეთებ და კებზე ოპ. აი ესე ვქნათ. ვარ ნამდვილი ხელოსანი. ისმის ხმა. არის კავშირი. კაი, წავიდა. გიფსოა. აკა. აკაც ბეტონია. აი ბურგე ხა ბეტონი. მაგრამ მაგისთვისაც მაქვს გამოსავალი. აი, გამოსავალი. ბარგალკა არა გვაქვს რო. შაკოს დავსახურებით ისევ და ისევ. აჰა. ბეტონის დუბელებიც მაქვს. აუ, ამ მტვერება არ მივას, აი ესე მტვერდება რო, აი აა. ჩემ და ბედად, აი ესენი მქონია. ერთხელ ვიყიდე, ჩავაგდე. ესე იმიტომ ვიყურები ხოლმე რომ პატარა ეკრანი ძალიან ოსმოს. ხო და ისე დაიცა face tracking-ი ცადოთ აბა. მაგარი ვარ რა. ამდენი ხანია მარტო ვიღებ ვიდეოს და face tracking-ი არ მქონდა ჩართული. აჰა, ეგ არის რა, ეს იარჯობია. ვაჰ, გიორგი რა. იმედია, დენი არ გადის აქ. დენის გაყვანილობა, როცა კაკასი იყო, მაშინ მაქვს გავლილი, ფოტოებიც მაქვს, სხვათა შორის ისე ბრმად არ ვაკეთებ. ესეც ერთი. მოდი დავკიდოთ პირველი ჩაფხუტი და ისე გავხვრიტოთ მეორე, რომ ზომებშიც გავთვალოთ. მაგალითად, ზემოთ შეიძლება დავკიდოთ თეოს ჩაფხუტი, რომელიც დიდი ალბათობით ამ ზამთარს რეალს აღარ აპირებს. დიდი ალბათობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ აპირებს. ვიდეოს რო ნახავ თეო, არ დამიწყო. რატო ამბობ შენ მასე? მე შეიძლება კიდევ ის რეალო და ასე შემდეგ. აჰა. ერთი ჩაფხუტი ადგილზეა. Next. მაგრამ ცუდი ისაა, რომ ესეთი სამი მაქვს ხოლოდ დაპრინტული ჯერჯერობით. დანარჩენს მე ვიზამ. ქართულ YouTube-ზე ხდება კარგი რამე რა. რაღაცეები დალაგდა, დაწნარდა. უფრო ჰაიპიდან გადავიდა. რაღაცები ჰაიპშია, მაგრამ აი ეს რაღაც გიჟივით ფორმატები რომ მიდიოდა და ტელევიზიონში კება მთლად ეგრე არ იყო. რა თქვა ელემენტი ჯდებაო? ბათერი ვორნინგო. დრონმა. იმდენ რაღაცა არის ჩართული ვეღარ ხვდები. ყველა YouTube-ს როიწყებდა იმიტომ რომ ბარემ სპონსორი მეყოლებოდაო. მე მგონი მარტო ეგეც არ არის რა, ადრე იყო. ჩემ დროს კიდევ ხელიძახი სხვა დრო იყო 2018 წელს დავიწყე YouTube-ერობა. საერთოდ აზზე, ანუ არ იყო ეს ინფლუენსერობა, თანაც იყო. კონტენტ კრეატორობა, ანუ არ იყო ეს სასაზღვრული პროფესია, იმიტომ რომ რავი რა, და საღამოთი ვიდეო ნახე, დილით წავედი, გადავიღე, ნოდი აბა ვნახოთ ხო, რაღაცა იმპულსურად და ბუნებრივად მოხდა რა, თავიდან ეს ყველაფერი და ეხლა უკვე სხვა დრო არის. ეხლა ეს სხვა დრო პირიქით, რა თქმა უნდა, უკეთესად შეიძლება გამოიყენო. ბევრი მაგალითი არსებობს, ბევრი გამოცდილება არსებობს, შეგიძლია რაღაცეები შეისწავლო, მაგრად ერთი წელი ჩაუჯდე, დაამუშაო, ბევრმა YouTube-მა ეგრეც გააკეთა საქართველოში, ძალიან კარგიც არის და შენი მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ეგ კიდე სხვა რამე არის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ყოველთვის იყო ხოლმე რაღაცა ცხოვრების გაზიარება, აი რაც ხდება, იმას ვაზიარებ და თან ესე აქტიურად ცხოვრობ, მუშაობ, საქმიანობით ვერ დაკავებული და ამ ყველაფერს ვთქვი რომ გავაზიარო ხოლმე. რაღაცა ძალიან საზოგადოებაში გადავედი და საქმე კი გამოვიწყდა. თავარია ეხა ამდენ ლაპარაკში აცილებული არ მქონდეს, თორე ნახეთ თქვენ. სხვათა შორის მაგარი რაღაცა უნდა დავაანონსო. ხალხო, ვეძებ მოტივირებულ
აზზე მოსულ რაღაცა მუღამების მქონე ადამიანებს, ახალგაზრდებს, ძველ გაზრდებს, ყველა მიმართულებით. მაგალითად, არის ბრენდ მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, საწყობის მენეჯერი, ავიყვანდი ედიტორად ადამიანს, ავიყვანდი სცენარისტად, ავიყვანდი აკაუნტ მენეჯერად, ავიყვანდი პროდიუსერად, ანუ ხო ხდებით რა, რამდენი გასახანი არის. ხელფასები გავლილი მაქვს ყველა წამყვან პოზიციის ტიპებთან და არა წამყვან, ანუ ჩვეულებრივ ტიპებთან და რაც ესე ვთქვათ ევერიჯია საქართველოში, ყველა პოზიციაზე რაც ჩამოთვალე, იაფად არ მინდა, ანუ ჩვეულებრივ პოზიციაზე, ჩვეულებრივი ხელფასით შეგვიძლია ამ ადამიანებს დასაქმება. უბრალოდ პრობლემა არის იმაში, რომ ან სწორი ადამიანების მოძებნას რესურსი დრო უნდა და ხანდახან ვერ პოულობთ ხოლმე ამ დროს, ან ადამიანების ჭირს და ნუ კარგი ადამიანები, ზოგი დასაქმებულია უკვე, ზოგი თავის რაღაცებს აკეთებს, თუმცა ვისაც პოულობ და ვინც ყავს, ძალიან მაგრები არიან. ჩვენი გუნდის წევრები, ახლა კიდევ ვიზრდებით, ახალ მიმართულებებს ვიმატებთ. ბევრი რაღაცა არ ჩანს ესე, იმიტომ რომ არც არის აუცილებელი, იმიტომ რომ გაშლილია სხვადასხვა საქმიანობის მიმართულების, სხვადასხვა ბიზნესის, სხვადასხვა თუნდაც კონტენტის კეთების ამბავში, მაგრამ you are welcome. ხელით გადავუჭერ ახლა და დავაყენოთ მეორე ჩაფხუტიც. კირა ჩაფხუტი ვსადოთ. როგორ დადგება ამ ადგილას. აჰა, იდეალურად. კიდევ ერთი სათამაშო განახოთ. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ხო იცით, ყველა შეხვედრიათ ალბათ ამის რეკლამები TikTok-ზე და ასე შემდეგ. ნუ მანქანების გასარეცხად თოვლის გადასაყრად იყენებენ. ვეძებე ყველაზე ძლიერი. ნახეთ. შემოგვნა. მოკლედ ძალიან ძლიერია, ეს არის მაქსიმალური ხმა. კარი გააღო, იქით ხალხო. მოკლედ ამით წერს ხოლმე სადგომიდან ან გარეთ ეზოს დაული ხოლმე ფოთლებს ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება მესამე ჩაფხუტს, მესამე უნდა გავაკეთოთ ზუსტად ამის ზომაზე რა. ცოტაც და ეგარი. ესე იყოს ჯერჯერობით. ეს მე ესე არ იქნება. ეხლა ესეთებს კიდე ორ წელს დავბეჭდავ და აქ გავუშვებ რა. მოდი ეხლა ახალ სნოუბორდს მოუძებნოთ ადგილი. აბა ზომაში თუ წავა. არა, ეს უფრო ვაიდი არის. It's okay, it's alright. მოდი გავტესტოთ რა სიზამს თეოს ბორდი ამჯერად აქანა. აჰა, ჩავიდა, იჭერს. ქვედა მხარე გვინდა რაღაცა დამჭერები რა, თორე ეს ესე მოტეხავს. ამას არ უნდა სამაგრი. იამ. კირას ბორდს. ისე კირას ბორდის მინიმალურზე წავა. ესა, სადოთ. დავკეთოთ მინიმალურზე. წავა, მე მგონი, ხო იცი შე. პატალაჟი წავა. ამ ლაგებაში მოგვადგა ხამის 2 საათი და მე 4 საათი გადამრჩა დასაძინებლად, მაგრამ სანამ დასაძინებლად წავალ, კიდევ ერთ სათამაშოს განახებთ, რომელიც შენახული მაქვს და ხშირად არ ვიყენებ ხოლმე, ამაზე ცალკე მინდოდა ვიდეოს გადაღება, მაგრამ ექსკლუზივი, ისევ და ისევ, ეს არის სოფლიოში ყველაზე ძლიერი ფლეშლაითი, Imalent MS32 თუ არ ვცდები. ხო, თქვენთან ერთად უნდა გავტესტო ხა ისე არ გამოვა. პირველ რიგში ძალიან საშიშია. თვალებში უნდა ჩახედე რომ დაგეჭიროს. თან დალოქილი მაქვს. 5 დაჭერაზე ირთვება. ეხა კი მოდი გავანათოთ სამეზობლოში ღამის 2 საათს. ნახე, რა გადაანათა? ანუ უბანს ანათებს, ეგრევე დღე ხდება. აი ზემოთ ავიხედოს ხოლმე. და თან. განსხვავებას რო შეხედოთ, ეს არის მოკლედ რა. 200,000 ლუმენი. სამეზობლო განათდა. მოკლედ ამასაც წავიღებ სვანეთში, აბა ოთახში რა ეფექტი ექნება. გახედოთ არ მინდა ისე ირეკლავს. თუ ჩახედეთ, მე შემთხვევით დამეჭირა, ძალიან ესე თავიდანვე ჩამოვიდა. ოღონ დამეჭირა 90,000-ზე და 20 წუთი ფანარს ხედავდი თვალში მეც ვერაფერს. და ძალიან საშიშია ამიტომ. გადაწყვიტე რომ აი ეს გავუშვა აი აქ. ეხლა კი მოვიტანოთ. აი რაღაცა ესე გავუშვებ ალბათ რა. მე მგონი ოკეია რა. მოკლედ ძალიან ბევრი მეკითხება. რაიმე კურსები ხო არ გეგულებაო, სადაცო YouTube-ზე რაღაცებს ვისწავლიო რა. ქართულ YouTube-სო და არა მარტო ქართულსო, გლობალზეცო და სხვათა შორის ძალიან მომრავლდა ადამიანები
ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საქართველოსდან გლობალისტვის აკეთებენ კონტენტს, რაც ძალიან მახარებს. იმიტომ რომ YouTube არის ჩემი აზრით ერთადერთი პლატფორმა, რომელიც არ არის ლოკაციაზე დამოკიდებული და შენ შეგიძლია კონტენტი აკეთო საიდანაც გაგიხარდება. თავარია მიწვდეს შესაბამის აუდიტორიას. ეს შესაბამის აუდიტორია ყველასთვის სატონღაც საოცნებოა ხოლმე ამერიკა, მაგრამ რეალურად ბევრი ქვეყანა არსებობს, რომელიც ამერიკაზე მეტ ზიხდის, მარტივად რო ვთქვათ მონეტიზაციაში. ამას რო ვხრიტავ მეორე მხარეს არ გადიოდეს თორე მოუკვდები სიცილით. თავარი ისაა, რომ საქართველოსთან შესაძლებელია და ბევრი აკეთებს უკვე კონტენტს გლობალისტვის. იდეალი, რომელსაც შორისაც ვართ მე და ჩემი გუნდი, იმიტომ რომ დიდი ხანი ცდილობდი ამას, ბევრი ცდილობა მქონდა და ერთხელაც გაცისკრა, იმიტომ რომ დავაგროვეთ ამასობაში დიდი გამოცდილება. YouTube-ის კეთება მოითხოვს ბევრი მულტისკილების ერთ ჩარჩოში ყოფნას, როგორც არის პროდიუსინგი, როგორც არის სცენარი, წერა უნდა იცოდეთ. არასდროს არ მიყვეს დინება. კატასტროფა არის თითოეული დღის დაკარგვა რა. საათიდან საათამდე ძლივს მივდივარ. დღის განმავლობაში საჭმელს ამას ვერ ვასწრებ ხოლმე, იმდენი საინტერესო რაღაცა ხდება და ისეთი მაგარია ცხოვრება ხალხო, როდესაც მუღამს გავუგებ. ჩვენება გამეხსნა დაახლოებით 24 წლის ასაკში რა. ანუ ვიღაცებს ეს ეხსნებათ მე-11 კლასში და მე-11 კლასიდან თავის პროფესიას პაულობენ, თავის საქმეებს და ასე შემდეგ რა. ეცადეთ რომ მაგას მალე მიაგნოთ. ეცადეთ რომ გულის სიღრმეში ეძებოთ რომ იცი რა, ვეძებ ჩემს საყვარელ საქმეს, რასაც აი დავიჭერ და всё აღარ გავუშვებ. უეჭველი უნდა იყოს შენი კონკრეტულად შენი საქმე, რაც გისწორდება და შესაბამისად რომ გისწორდება, უკვე ამას აკეთებ 100%. მე ჩემი საქმე რომ მეპოვა, ვიმუშავე მინიმუმ 4-5 წელი სხვადასხვა კომპანიებში 240 ლარი მქონდა ხელფასი, მე 700 ლარი მქონდა ხელფასი, მე 1000 ლარი მქონდა ხელფასი და მე წავედი სამსახურიდან. ამიტომ უეჭველი დრო არის გამოიღვიძო, თუ რამე შეგიძლია, ოდნავი რამე, არ ვიცი. AI-ის დამოუკიდებლობა შეგიძლია, ჩაუჯექი და ამოღამე, მოდი ჩემთან და მითხარი რომ იცი რა, Grok-ს, ChatGPT-ს, არ ვიცი კიდე რა არის, DeepSeek-ს და ასე შემდეგ, მაგრად ველაპარაკები და აი AI-ისთან ლაპარაკი ვიცი, აგიყვან. თუ რეალურ შედეგს დავდებთ. შანსი არა რაღაც არ გიხერხებოდეს. უბრალოდ ბევრი რამე უნდა ცადო რა, მაგრამ მოვიხოდე ხა, იმიტომ რომ ვცდილობ რაღაცნაირად მიშთაგაგონოთ, რომ ეს ყველა შეუძლია. რა ვიცი, ფსიქოლოგიაზეც მისწავლია, IT-ზეც მისწავლია, ცხოვრებაში მისწავლია, გაჭირებითაც და წარმატებითაც, მარკეტინგიც ვისწავლე, ბიზნესი მე პრაქტიკაში ვისწავლე, რეალურად ყველაფერი მოდის გამოცდილებებით, რომ მოგზაურობ, ჩათვალე წიგნს კითხულობ რა და ამიტომ ყველაფერი უნდა ცადო, რაც შეიძლება მალედან. თუ 20-ის ქვემოთ ხარ, აი ყველაფერი უნდა ექსპერიმენტო საერთოდ. საათი არ უნდა გქონდეს გასაცდენი. აი 20-ის მერე უნდა დაიწყო შენი საქმის ძებნა და როცა იპოვი, უნდა ჩაავლო და 30 წლამდე უნდა გაწურო მაგრად რა. და 30-ის მერე უნდა გადახვიდე დაგროვებაზე, არ ვიცი, შემდეგ ეტაპზე. და 40-ის მერე მე პირადად გეგმა მაქვს რომ გადავიდე გაცემაზე, უფრო დიდი დოზი. ესეც ასე გამონტაჟებულია. ეხლა ამაზე შეიძლება 1000 რაღაცის დაკიდება, რა დაგვრჩა. აი ამის მიმაგრებას ვცდილობ კი არა და ვფიქრობ, აი აქ შიგნით და ამაზეც რაღაცას დავკიდებ რა. სნოუბორდის ქვედა სამაგრად ხო არ გამოვიყენოთ. ჩამოვა, ამაზე რომ დადოს პირი რა. მოკლედ, უმარტივესი სოლუშენი მოვიფიქრე, მეგობრებო. ესე იგი, ზედმხარი ხო დამონტაჟებული გვაქვს უკვე. და ქვემოთ უკვე დაპრინტული საკიდი მქონდა. უმარტივესია, მე მგონი ეს ერთმანეთისთვის იყო შექმნილი ჩემი კედლისთვისო. შეიძლება ესე იფიქროს კაცმა. ამ ადგილას ბათინკის აქსესუარების და რაღაცების დასაკიდი იქნება კონკრეტული სნოუბორდისთვის. ასევე გავაკეთებთ მეორეზე და მესამეზე. მოკლედ, მორჩა პრინტერი ვიჭდას. ოპა. აი ესეთი გამოდის, თბილი არის საკმაოდ. ყველაზე სასიამოვნო მომენტი ეს არის. ხარისხსაც შეეხება საკმაოდ სუფთა არის. ნახეთ ზომაში როგორი ტიპია? ოპა. ნაის. იდეალური. ნახე რა მაგარია. ეხლა 3D პრინტერზე გავუშვებ იმის ფეხებს, სნოუბორდის სამაგრის ფეხებს, ასევე ქვედა სამაგრს და სამივე მოვრჩით. ესე გამოიყურება, რაც შეეხება დროს 3 საათი და 59 წუთი. ვუშვებ კარბონით, რადგან ბარე მყარი იყოს. ამ პრინტერის უპირატესობა და მაგარი ზოგადად ის არის ბამბულობის, რომ ძალიან კარგი სოფტი აქვს. შეგიძლიათ მობილურიდან, თქვენი ლეპტოპიდან, სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან გაუშვათ ამაზე ფაილი და საბეჭდად. სანამ დავიძინებ, ასევე ჩავალაგოთ ტანსაცმელი, სასრიალო და ეკიპირება და ყველაფერი, ეგრე მარტივი არ არის, 4 დღითაც რომ მიდიოდეს, 3 დღითაც, 1 დღითაც ყველაფერი უნდა წაიღო რა. ხელთათმანები, ჩაფხუტი, სათვალე, ბაფი, კურტკა, შარვალი, თავი როა შეგეწყინოთ ამ ლაგების პროცესით, უბრალოდ დათქმით. სად ხართ? წავიდა.
აბა. მილაგდა ცოტა. ძალიან მალე გავიღვიძებთ. საათ ნახევრით ადრე გავიღვიძებ უეჭველი, რომ უფრო კარგად მილაგდეს აქაურობა. ის ამის სნოუბორდი დავაყენოთ და ჩავყარო მანქანაში რაღაცეები. მანქანა რა შევა. ესე დაიჭენებოდა. დილა მშვიდობისა, მეგობრებო, დილის 7-ის ნახევარია. აი ესე გვაქვს დაბეჭდილი ქვედა ნაწილები. აი ეს და პლასმასები და ეხლა შეგვიძლია დავაყენოთ დარჩენილიც და დავამთავროთ ჩვენი საქმე. მოკლედ, გამზადებამ ძალიან დიდი დრო წაიღო გუშინ. შესაბამისად 3 საათი გვეძინა. გარედან ჩამკეტი რაც აქ ამ პლასმას დამიკარგეს, ან კირამ, ან დალაგების დროს გაიმაზა, ამიტომ ეხლა ეგ უნდა დავბეჭდოთ რა, რომ მესამეც მივაყენოთ. სანამ ეს ნაწილი იბეჭდება, მანამდე მოდი ჩავბარგდეთ მანქანაში, იმიტომ რომ ბევრი რამეა შესაწყობი. ცოტა დიდი ჩემოდანია, მაგრამ არ ვიმჩნევთ. ასევე მზად არის ჩემოდანში ხელთათმანები, ბაფი, შარვალი, გრძელი წინდები, მზად არის ჩაფხუტი და ბათინკები და რა თქმა უნდა, ბორდი. სხვათა შორის მანქანაზე მაქვს ახალი სნოუბორდის სამაგრი, როგორც ემოთხედავთ, მაგრამ დღეს სნოუბორდს მანდ არ დავაყენებ, იმიტომ რომ ახალი სნოუბორდია და მენანება მთელი გზა მან დასაყენებლად. მე რო დაძველდება, მე დავაყენებ. ამიტომ მარტო რა კი მივდივარ და ადგილი რა კი მაქვს, ჩავიდებ სალონში და ასევე შეგვიძლია 1.5 Red Bull-იც გავიყოლოთ საბარგულში სადებად და ვიღაცეებისთვის გასაზიარებლად, იმიტომ რომ რაც არ გვიჭირს, Red Bull-ია. ერთი წუთი დარჩა დაბეჭდვამდე, ამასობაში ჩვენ შეგვიძლია ეს ნაწილი დავაყენოთ. Done. Yes sir. აღარ არის. აჰა. ეხლა მოდი გავტესტოთ სნოუბორდი. ჩაიჭდა. დაჯდა. ჩავაყენოთ ჩვენი ახალი დაპრინტული ნაწილი, რომელიც ჩაკეტავს. So, ideal. Finally, we did it. მოკლედ, მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ სვანეთის ლოგი გაინტერესებთ, სვანეთიდან გადაღებული ამბები, თუ სად მივდივარ ეხლა და რას ვაპირებთ, მოკლედ გაიგებთ სვანეთის ვიდეოში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, გელოდებით კომენტარებში იმ მსგავს ვიდეოებზე. არ ვიცი, დაყარეთი იდეები რა გავაკეთოთ, რაზე ვილაპარაკოთ ასე შემდეგ. თუ ვინმე საქმიანი შემოთავაზება გაქვთ, მეილებზე გელოდებით და ელოდეთ ახალ ამბებს ჩვენგან. აბა დროებით.